ყირიმის სრული გათავისუფლება დაიწყო არა დაუყოვნებელი სახმელეთო შეჭრით, არამედ რუსეთის ლოგისტიკური არტერიების პირდაპირი დარტყმების სერიით. ამ მოთქშაბათს 2026 წლის 6 მაისს უკრაინამ დაიწყო ბორნების, სადესანტო ხომალდების არსენალების, საწყობებისა მარშრუტსა და მარშრუტების გადაჭრა, რომლებიც რუსულ ჯარებს მარაგით ამარაგებდნენ. ქერჩის სრუტეს, სევასტოპოლსა და ოკუპირებულ სახმელეთო კორიდორს შორის უკრაინის სამხრეთში. გზავნილი მარტივია. მანამდე სანამ ტერიტორიის დაბრუნებას შეეცდება, კიევს სურს რომ ყირიმი იყოს იზოლირებულებული ჩახშობილი და პუტინისთვის ძალიან ძვირი შესანარჩუნებლად. ამ ყველაფერს მალე გეტყვი, მაგრამ ეხლა გინდა რომ არხზე გამოიწერო, რათა იყო კარგად ინფორმირებული, მიიღო ინფორმაცია რეალურ დროში, საუკეთესო ჟურნალისტური ხარისხით, რაც კი ოდესმე გინახავს მილსონ ალვესის სანდოობის სტანდარტით. მთავარი საკითხი ახლა ისაა, რომ უკრაინა მხოლოდ შურის ძიებისთვის არ ესხმის თავს. ის ამზადებს გამოფიტვის ოპერაციას ყველაფრის წინააღმდეგ, რაც რუსეთს აძლევს საშუალებას დარჩეს ყირიმში. 2026 წლის 5-6 აპრილის ღამეს უკრაინის სამხედრო დაზვერვის დანაყოფებმა განაცხადეს, რომ მათ დრონები გამოიყენეს გასაუნებელყოფად. სარკინიგზო ბორანი, სლავიანსკი, რომელსაც კიევი აღწერს როგორც ბოლო მოქმედი რკინიგზის ბარჟას კერჩის სრუტეში, რომელიც რუსულ ძალებს უჭერს მხარს ნახევარკუნძულზე. ეს ხომალდი გამოიყენებოდა აღჭურვილობის, საწვავისა და სამხედრო ტვირთის გადასატანად ოკუპაციისთვის. მის გარეშე რუსეთი უფრო მეტად დამოკიდებული დარჩებოდა ყირიმის ხიდზე და სახმელეთო მარშრუტებზე, რომლებიც უფრო მეტად ექვემდებარება უკრაინული დრონების თავდასხმებს. რამდენიმე დღის შემდეგ სევასტოპოლში ზეწოლა გაიზარდა. 18 აპრილს უკრაინამ განაცხადა, რომ წყობრიდან გამოიყვანა შავი ზღვის რუსული ფლოტის ორი დიდი სადესანტო გემი, იამალი და ნიკოლაი ფილჩენკოვი. იამალი შეძლებდა 500 ტონამდე ტვირთის გადაზიდვას, მათ შორის ჯავშან ტექნიკისასა და ჯარისკაცების. ნიკოლაი ფილჩენკოვს შეეძლო 1000 ტონამდე ტვირთის გადაზიდვა. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მიხედვით, ორივე მნიშვნელოვანი იყო ამფიბიური დესანტისთვის და რუსეთის სამხედრო მხარდაჭერისთვის ყირიმში, ხოლო საერთო დანაკარგები $150 მილიონზე მეტია შეფასებული. სწორედ აქ იწყებს ყირიმის სრული გათავისუფლება, მხოლოდ პოლიტიკური განცხადების ნაცვლად ეტაპობრივ სამხედრო კამპანიად ქცევას. უკრაინა უტევს იმას, რაც რუსეთს დარჩენისთვის სჭირდება. ტრანსპორტი, საბრძოლო მასალა, საწვავი, გემები, ბარჟები, სარდლობის ცენტრები, საჰაერო თავდაცვა და საწყობები. მიზანი მხოლოდ ზიანის მიყენება არ არის. ეს არის თითოეული რუსი ჯარისკაცი ნახევარკუნძულზე აქციო ადამიანად, რომელიც სულ უფრო შორსაა გაძლიერების, მომარაგებისა და უსაფრთხო გაქცევისგან. ამ დროისთვის ბოლო თავდასხმებში ესლავიანია იამალი და ნიკოლაი ფილჩენკოვის წინააღმდეგ არ არსებობს დამოუკიდებელი წყაროების მიერ დადასტურებული საჯაროდ სანდო დაღუპულთა რაოდენობა. ძირითადი გავლენა, რომელიც გამოცხადდა, იყო ლოგისტიკური და სამხედრო. წყობრიდან გამოსული ხომალდები, შემცირებული სატრანსპორტო შესაძლებლობა და მზარდი ზეწოლა ყირიმის ხიდზე. ეს ინფორმაცია მნიშვნელოვანია, რადგან აჩვენებს, რა ტიპის ომი აირჩია კიევმა ამ ეტაპზე. საუბარი არ არის ჯარების დაუყოვნებლივ შეყვანაზე ნახევარკუნძულზე, არამედ ოკუპაციის შიგნიდან დასუსტებაზე, სანამ რუსული ყოფნა არ გახდება მძიმე, დაუცველი და რთული შესანარჩუნებელი. ყირიმი ომის ყველაზე მგრძნობიარე წერტილია, რადგან სწორედ იქ ააშენა პუტინმა თანამედროვე რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ძალაუფლების ვიტრინა. ნახევარკუნძული უკანონოდ იქნა ანექსირებული 2014 წელს, მას შემდეგ რაც რუსულმა ძალებმა აიღეს შენობები, კომუნიკაციები და სტრატეგიული პუნქტები კიევში არსებული პოლიტიკური ქაოსის ფონზე. მას შემდეგ მოსკოვმა რეგიონის სამხედრო ბაზად, ეროვნული სიმბოლოდ და შავი ზღვის კონტროლის პლატფორმად აქცია. სევასტოპოლი, შავი ზღვის ფლოტის შტაბ-ბინა, 2022 წლის მასშტაბური შეჭრის შემდეგ რუსეთის ოპერაციების ცენტრად იქცა უკრაინის წინააღმდეგ. ამიტომ უკრაინის შეტევას ყირიმზე უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე ცალკეულ თავდასხმებს. როდესაც კიევი სევასტოპოლში გემებს, კერჩში ბორნებს და ოკუპირებულ მარშრუტებზე საწყობებს უტევს, ის მიზნად ისახავს იმ იდეის დამსხვრევას, რომ ყირიმი ხელშეუხებელია. ვლადიმირ პუტინმა ნახევარკუნძული დაიკავა, რათა შავი ზღვის რეგიონში ძალა ეჩვენებინა. ახლა კი უკრაინა ცდილობს აჩვენოს, რომ სწორედ ეს ტერიტორია შეიძლება კრემლისთვის ლოგისტიკურ მახედ იქცეს. ყირიმის ხიდის შემდეგ დიდ წნეხის წერტილად ჩანს. ეს ნაგებობა რუსეთს მატერიკზე ყირიმის ნახევარკუნძულთან კერჩის სრუტის გავლით ის მოსკოვს ეხმარება საწვავის, იარაღის, საბრძოლო მასალისა და ჯარის გადაადგილებაში. თუ ბორნები განადგურდება ან გამოუყენებელი გახდება, ხიდი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. და რაც უფრო მნიშვნელოვანი ხდება, მით უფრო მეტად იქცევა სამიზნედ.
ამერიკელი გენერალი პენსიაზე, აშშ-ს არმიის ყოფილი სარდალი ბენმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ყირიმი კვლავ რჩება ომის გადამწყვეტ ტერიტორიად და რომ ყირიმის ხიდი საბოლოოდ დაინგრევა, თუ უკრაინა შეძლებს ნახევარკუნძულის იზოლირებას. უკრაინის გათვლა მკაცრია, მაგრამ ნათელი. ჯერ უნდა ავკვეთონ რუსეთის თავისუფალი გამოყენება სევასტოპოლისა, შემდეგ კი შეამცირონ რუსეთის საჰაერო თავდაცვა ნახევარკუნძულზე. შემდეგ კი უნდა გადაკეტონ ბორნები, გემები და დერეფნები. და ბოლოს ზეწოლა მოახდინონ ქერჩის ხიდზე და აიძულონ მოსკოვი, რომ ყირიმი მოამარაგონ უფრო გრძელი, ძვირი და უფრო დაუცველი მარშრუტებით უკრაინის ოკუპირებულ სამხრეთში. ეს თანმიმდევრობა არ უზრუნველყოფს დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, მაგრამ ქმნის პირობებს, რომ რუსული ყოფნა სტაბილურობას დაკარგავს. აპრილში თავად უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ წარმოადგინა ღრმა დარტყმების კამპანია, როგორც უფრო დიდი ძალისხმევის ნაწილი. კიევის თქმით, სევასტოპოლში მდებარე გემების და კერჩის ბორნის გარდა, უკრაინულმა ოპერაციებმა ასევე დააზიანა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები, ტერმინალები, ხომალდები, საჰაერო ხომალდები და ცენტრები, რომლებიც დაკავშირებულია რუსეთის სამხედრო შესაძლებლობებთან. შეტყობინება ასეთია: რუსეთის ზურგი უსაფრთხო ზურგი აღარ არის. ომმა დაიწყო იმ სტრუქტურების მიღწევა, რომლებიც ადრე მოსკოვს დაცულად მიაჩნდა მანძილის გამო. ამ მომენტმა ასევე ხელი შეუწყო კიევს, რადგან ფრონტზე რუსული ძალები გამოიფიტა. 2026 წლის თებერვალში უკრაინულმა ძალებმა თებერვლის ბოლო ორ კვირაში უფრო მეტი ტერიტორია დაიბრუნეს, ვიდრე დაკარგეს. ეს პირველად მოხდა 2023 წლის კონტრშეტევის შემდეგ. როგორც კიევ პოსტის მიერ მოხსენიებულ ანალიზშია ნათქვამი, რომელიც ომის შესწავლის ინსტიტუტს ეკრდნობა, ტრის თვეების განმავლობაში ზეწოლის შემდეგ უკრაინამ კვლავ შეძლო გარკვეულ პერიოდებში ტერიტორიული ბალანსის დადებითისკენ გადახრა. ამავე დროს რუსეთი წააწყდა სირთულეებს თავისი დანაკარგების შევსებაში. ალ-ჯაზირამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოსკოვმა ვერ შეძლო დეკემბრის შემდეგ ყველა დანაკარგის შევსება და რომ 2026 წლის პირველი კვარტალში რეკრუტირების ტემპი საშუალოზე დაბალი იყო, რაც საჭირო იყო წლიური მიზნის მისაღწევად. ეს ცოცხალი ძალის სისუსტე პირდაპირ მოქმედებს ყირიმზე. იზოლირებული, ოკუპაცია ნაკლები გემით, ნაკლები ბორნით, ნაკლები საჰაერო თავდაცვით და ნაკლები ცოცხალი ძალის შევსებით უფრო რთული შესანარჩუნებელია. პოლიტიკურ ასპარეზზეც უკრაინამაც მოიპოვა სუნთქვის საშუალება. ევროკავშირმა მიაღწია შეთანხმებას კიევისთვის 90 მილიარდი ევროს სასტრაფო სესხის გამბლოკვაზე, მას შემდეგ რაც უნგრეთმა ვეტო მოხსნა. ეს ნაბიჯი გადაიდგა მას შემდეგ, რაც რუსული ნავთობის ნაკადი დრუჟბას ნავთობსადენით უნგრეთსა და სლოვაკეთში აღდგა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამას ამჟამინდელ ვითარებაში სწორ სიგნალად მიიჩნია. ეს თანხა კიევს ეხმარება შეინარჩუნოს თავდაცვა, საბრძოლო მასალა, სამხედრო ინდუსტრია და წინააღმდეგობა ხანგრძლივ ომში. ეს ფინანსური მხარდაჭერა გადამწყვეტია, რადგან ყირიმის გათავისუფლება მხოლოდ სიმამაცეზე არ არის დამოკიდებული. ეს დამოკიდებულია დრონებზე, რაკეტებზე, დაზვერვაზე, სამრეწველო წარმოებაზე, საჰაერო თავდაცვაზე, საბრძოლო მასალაზე და განმეორებით შეტევის უნარზე. ოპერაცია ნახევარკუნძულის წინააღმდეგ მოითხოვს მოთმინებას და მუდმივ ზეწოლას. უკრაინამ უნდა გახადოს ყოველი რუსული მომარაგება უფრო ნელი, ყოველი გემი უფრო დაუცველი და ყოველი მარშრუტი უფრო საშიში. ეს არის განსხვავება სიმბოლურ თავდასხმასა და რეალურ გათავისუფლების კამპანიას შორის. ბოლო დროის გამოცდილება აჩვენებს, რომ უკრაინა წლებია ამ სტრატეგიას ცდის. 2023 წლის სექტემბერში კიევმა დაარტყა შავი ზღვის რუსული ფლოტის შტაბ-ბინას სევასტოპოლში. რუსეთმა აღიარა სულ მცირე ერთი სამხედრო დაკარგულად, მაშინ როცა უკრაინამ განაცხადა, რომ დარტყმა ბევრად უფრო მასშტაბური იყო. აფემ აღნიშნა, რომ ყირიმი, რომელიც 2014 წელს უკანონოდ იქნა ანექსირებული, ხშირად ხდებოდა სამიზნე, რადგან ის რუსული შეჭრის საყრდენად იქცა. ამ თავდასხმამ აჩვენა, რომ მოსკოვის ყველაზე მნიშვნელოვანი საზღვაო ბაზა შავ ზღვაში ვეღარ ფუნქციონირებდა იმ სიმშვიდით, როგორც ადრე. თავად ყირიმის ისტორია ხსნის, თუ რატო ეს ტერიტორია კონფლიქტებს თავის რუკაზე აღნიშნულ ზომაზე ბევრად მეტად განსაზღვრავს. მე-19 საუკუნეში ყირიმის ომმა დიდი ევროპული ძალები და რუსეთის იმპერია დააპირისპირა შავი ზღვის კონტროლისა და ოსმალეთის იმპერიის გარშემო ძალთა ბალანსის გამო. დღეს კიევი ცდილობს იგივე ლოგიკის გამეორებას სხვა ფორმით, არა ძველი იმპერიული ომით, არამედ დრონებით, რაკეტებითა და ლოგისტიკური დარტყმებით თანამედროვე ოკუპაციის წინააღმდეგ. სხვა ქვეყნებიც აჩვენებენ, რომ ოკუპირებული ან იზოლირებული ტერიტორიები შეიძლება დაეცეს, როდესაც მათი მომარაგების ხაზები ირღვევა.
სამხედრო კამპანიების განმავლობაში ისტორიაში კუნძულები, ნახევარკუნძულები და ანკლავები დაუცველი ხდებოდნენ, როცა ისინი კარგავდნენ პორტებს, ხიდებს, რკინიგზებსა და ნანანგრევებს. ყირიმი ამ ლოგიკაში ჯდება, რადგან მას გარე კავშირი სჭირდება ჯარების, საწვავის, საჰაერო თავდაცვისა და საბრძოლო მასალის შესანარჩუნებლად. თუ რუსეთი კარგავს ტვირთის გადატანის შესაძლებლობას კერჩის გავლით, თუ სევასტოპოლი მუდმივი საფრთხის ქვეშაა და თუ სახმელეთო კორიდორი ყოველდღიური დრონების სამიზნე ხდება, რუსული კონტროლი უფრო სიტყვების დონეზე იარსებებს, ვიდრე რეალურად იქნება უზრუნველყოფილი. ეხლა რაც შემდეგ მოდის არის მუდმივი ზეწოლის ფაზა. უკრაინამ უნდა გააგრძელოს შეტევები ბორნებზე, გემებზე, რადარებზე, საჰაერო თავდაცვის სისტემებზე, საწყობებსა და საწვავის მარშრუტებზე. ასევე შეუძლია გაზარდოს ზეწოლა ყირიმის ხიდზე, მიუხედავად იმისა, რომ ახალი სახმელეთო შეტევა ჯერ კიდევ არ ჩანს უახლოეს პერსპექტივაში. სავარაუდო მიზანი მარტივია. რუსეთს დარჩეს მხოლოდ რამდენიმე ცუდი არჩევანი. ან მოსკოვი გაამყარებს დაცვას ნახევარკუნძულზე და დაასუსტებს სხვა ფრონტებს, ან მიიღებს იმას, რომ ყირიმი უფრო და უფრო დაუცველი გახდება. პუტინისთვის პრობლემა ისაა, რომ ყირიმი მხოლოდ ოკუპირებული ტერიტორია არ არის, ის მისი პირადი ძალაუფლების სიმბოლოდ იქცა. ნახევარკუნძულის უსაფრთხოების დაკარგვა ნიშნავს იმის აღიარებას, რომ 2014-დან მოყოლებული რუსეთის ყველაზე დიდი გეოპოლიტიკური მიღწევა შეიძლება გაუქმდეს. ხოლო ზელენსკისთვის ყირიმი კვლავაც უკრაინის სუვერენიტეტის არსებით ნაწილად რჩება. ყოველი დაზიანებული ბორანი, ყოველი გაჩერებული გემი და ყოველი განადგურებული საწყობი აზიანებს იმ კონტროლის იმიჯს, რომელსაც მოსკოვი 10 წელზე მეტია ცდილობს გაყიდოს. მე ვარ მილსონ ალვესი. ნიუსი და ჩემი მიზანია ყოველდღე მოგაწოდოთ სიმართლე და სანდო ინფორმაცია. ახალი ამბების ბმულები ვიდეოს აღწერაშია. დაალაიქეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ არხი და ბოლოს გადახედეთ კომენტარებს, რომ კიდევ უფრო მეტად ჩაერთოთ მილსონ ალვესის საზოგადოებაში.